მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დღეს გვექნება ისევ დომზე კვირა, თეორიული და ლექციulis, მეორე ნაწილი იქნება. იდეაში დომი გვექნება ქონდა ყოველი ორ ნაწილად. დიდი არაფერი არა, მაგრამ მინდოდა რომ კიდევ რაღაცებზე მესაუბრა დაწვრილებით დეტალურად დომის ირგვლივ. და დღევანდელ დღეს ძირითადად მივიხილავთ ივენთებს. ივენთები ზოგადად გავიცანით რა არის და როგორ არის. ნუ იდეაში მარტო კლიკის ივენთი გამოვიყენეთ და მეტი ისეთი არაფერი. თუმცა დღეს გავიგეთ, რომ კიდევ ბევრი სხვა ივენთები არსებობს და ასევე ამ ივენთების უკარა ხდება და როგორ მუშაობს ივენთები და რაღაცა პატარა edge case-ების რო გამიხილოთ. მოკლედ მაგის დემონსტრირებას მოვახდენ დღეს. მაგრამ თავიდან ზოგადად რო ვისაუბროთ, იდეაში დომის მთავარი ყალაში მუღამი არის, რომ შექმნათ ინტერაქციული ვებსაიტები, ხო? და ზუსტად ეს ივენთები თამაშობენ ძალიან დიდ როლს ამ ყველაფერში. იმიტომ რომ სულ თავიდან, როდესაც ეს ვებსაიტები შემოვიდა, ინტერნეტი შემოვიდა, ყველაზე ხშირი ეს იყო მაშინ იყო Web1-ის პერიოდი, როდესაც საიტზე მხოლოდ რაღაც ტექსტები ეწერა, ფოტოები იყარა და მხოლოდ შეეძლო users მათი წაკითხვა. ამ ინტერაქცია არ შეეძლო. Web2-ის პერიოდში, Web2 უკვე ეხლა არის, შეგვიძლია საიტებთან ინტერაქცია, რაღაც ღილაკს დავაწვევით, ფანჯარა რა მოხდება, input-ში რაღაც შევიყვანთ და თან error-ი გამოდის. ძირითადი ინტერაქციის ნაწილი მოდის ივენთებზე. რაღაცას ვაკლიკავთ, ფორმას ვავსებთ, input-ში რაღაცა შევყავს და ასე შემდეგ. ნუ ეხლა ნელა Web3-ის პერიოდში გადავდივართ, მაგაზე ლაპარაკი არ გვინდა, მოდი სხვა ნაწარმოას. და ნუ მარტივი მაგალითი რო გავახსენოთ ისევ ივენთების არის კლიკის ივენთი, როცა ჩვეულებრივად შემოვიტანთ ბატონს ჩვენს სკრიპტში და შემდგომ დავადებთ listeners. Listeners დადება ნიშნავს, რომ მოусმენთ ამ ბატონს, როდის დაეკლიკება. და მე event listeners გადაეცემა ორი არგუმენტი, პირველი არის event-ის სახელი, ანუ რას ვუსმენთ, ანუ კლიკს ვუსმენთ და მეორე არის ფუნქცია. ნუ გინდა ფუნქციის დეკლარაცია იყოს, გინდა ისრაელი ფუნქციის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისრაელი ფუნქცია ჯობია. და ფუნქციაში გულისხმობთ და წერთ იმას, რა უნდა შესრულდეს ამ ბატონის დაკლიკების მერე. ანუ ზოგადად, როდესაც ბატონზე მოხდება რაღაცა ივენთი. შეიძლება სხვა ივენთი იყოს რა. მოდი უცბად ჩავწეროთ ეგ პატარა მაგალითი და მერე ნელა რაღაცებს გავართულებთ. შექმნი აქ index.html files, ასევე სკრიპტში დავწერთ კოდს, როგორც წინა სემინარზე განვიხილეთ. და ამ სკრიპტის ფაილს მივაკავშირებ. მისამართი იქნება script.js-ი source attribute-ში უწერ და differs უწერ, რათა ჯერ ჩაიტვირთოს HTML-ის ყველა ელემენტი და შემდგომ script-ის კოდი, იმიტომ რომ script-ში გვექნება წვდომა HTML ელემენტებზე. თუ HTML ელემენტი არ ჩაიტვირთა, script-და ვერ მიწვდებით error-ებს დაგვიტყავს. DOM part 2 დავაწეროთ, მოდი ამას. ჩვენიერი. და გქონდეს რაღაცა ბატონი კლიკ მიიღოს და script შეგვიძლია ამოვიღოთ ეს ბატონი. ნუ აქ ID-ით ამოიღეს get element by ID-ით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ტეგით ამოვიღოთ თუნდაც რა მაგალითად. const button უდრის document წერტილი query selector button. query selector-ი შემიძლია ტეგითაც ამოვიღო ID-თაც და კლასითაც. ტეგით თუ იღებ, უბრალოდ ტეგის სახელს წერა. მაგრამ ასევე შემიძლია რომ დამეწერა get elements by tag name, მაგრამ ეს elements by tag name. მაგრამ ეს ბევრი ელემენტს ამოვიღებდა კოლექციას და მე მოგვიწევს რომ ჩავძრეთ და ნულ ინდექსის ელემენტი ამოვიღოთ. ნუ მაგდენი წვალება არ გვინდა. უბრალოდ მარტივად query selector-ი გამოვიყენოთ. შემდგომ ამ ბატონს შეგვიძლია დავადოთ listener-ი და ვიტყვით რომ როდესაც ამ ბატონს დაეკლიკება, მაშინ შესრულდეს ეს ფუნქცია, ნუ დაკონსოლდეს button clicked. მოდი ახლა ეს საიტი გავუშვათ. და როდესაც ბატონს ვაკლიკავთ, გამოდის button clicked. ეს კლიკი ერთ-ერთი ივენთი არის, დომში რაც გვაქვს, კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი არის input-ი. Input-ის ივენთი, ალბათ უკვე ყველა მიხვდით, გამოიყენება input-ის ტეგებზე. ან ისე ტეგებზე, სადაც შეგვიძლია ინფორმაცია ჩაწერა. მაგალითად, თუ გვაქვს რაღაცა input-ი, რომლის type-ი არის ტექსტი, ამას ამოვიღებ. მე შემიძლია ამ input-ზე დავადო
listener-ი, ოღონდ input კლიკის listener-ი აჭირდება, იმიტომ რომ მასში ვწერთ რაღაცას, ხო? input add event listener და input-ზე ზირთად გამოიყენება input-ის event-ი. რაც იმას გულისხმობს, რომ ეს ფუნქცია გაეშვება მაშინ, როდესაც input-ში რაღაცა შევცვლით. ანუ ეს event-ი ხო უსმენს input-ის inputs, ასე რომ ვთქვათ, ეს listener-ი. და input-ში input-ი ნიშნავს, რომ რაღაცა წავშალეთ, ან რაღაც შევიყვანოთ, ხო? ან რაღაც შევცვალეთ. console log input change რო დავწეროთ. ნახეთ რა გამოვა. როგორც კი მე აქ შიგნით რაღაცა შევიყვან, აი 1-100 შევიყვან მაგალითად. დაეწერა log-o-n-i. ან ყველა ცვლილებაზე, რაც მე input-ში განხორციელებ, ეშვება აი ეგ ფუნქცია. რომ წავშალო მაინც, აი აქ 890 მოიმატა. ესა input-ის listener-ი. კიდევ ძალიან ბევრი listener არსებობს და ჩემი რჩევა იქნება, რომ W3-ის ქულზე ეს DOM-ის რესურსს ჩავაგდებ. აი აქ შეხვიდეთ და აქ ძალიან ბევრი event-ი და გვხვდებათ. და შეგიძლიათ რომ გავუყვეთ და ნელა გადახედოთ. აი mouse over-ია კიდე აი მაგალითად. mouse over-ი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. და ნუ კიდე ძალიან ბევრი და ნუ ყველაფრის ახსნას ნუ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ლოგიკა იგივე არის. უბრალოდ განსხვავდება რაღაც დამატებით პატარა რაღაცების დამახსოვრება მოგიწევთ. ოკეი. და ამ event-ების დროს ჩვენ შეგვიძლია წვდომა გქონდეს event-ის პარამეტრებზე. აი აქ როგორც მაქვს event-ი, ნახეთ რას აკეთებს. მე როდესაც ბატონს დავადე listener-ი და ვუთხარ რომ კლიკის დროს ეს შეესრულებინა, ამ ფუნქციას გავუტანე event-ის პარამეტრი. ეს event პარამეტრი ავტომატურად არის იმ event-ის ობიექტი, რომელსაც ვუსმენთ. ანუ თუ ვაკლიკავთ, კლიკის ობიექტია. თუ input-ს ვაკეთებთ, input-ის ობიექტია და ასე შემდეგ. თუ გვინდა სხვა სახელს დავარქვათ, მაგრამ მოდი იყოს event-ი, იმიტომ რომ პარამეტრია რაც გვინდა მას დავარქვათ. მოდი აქაც event-ი დავაკონსოლოთ და აქაც event-ი დავაკონსოლოთ. კლიკის დროს გამოდის pointer event-ი, ხოლო input-ის დროს გამოდის input event-ი. ანუ განსხვავებული ობიექტია, მაგრამ ორივე არის input-ის ობიექტი. და ყოველთვის ისეთი ობიექტია, რა event-იც გვიდევს ელემენტს. და ამ event-ს კიდევ აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას დაეკლიკა, რა ტიპის event-ი იყო და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არის. აი input event-ში მაგალითად არის კიდევ ბოლოს რა ჩავწერეთ, აი W ჩავწერეთ. ახლა ჩავწეროთ space-ი. ნახეთ, data არის space-ი. ძალიან კიდევ ბევრი ინფორმაციას ინახავს. და მათ შორის ერთ-ერთი არის target-ი. აი event-ს წერტილი target-ი. ეს target-ი მიუთითებს იმ ელემენტზე, რომელზეც გვედო event-ი. ამ ჩვენ შემთხვევაში event-ს წერტილი target-ი არის სამიზნე ქართულად. event წერტილი target-ი იქნება ბატონი, როცა ბატონს დავაკლიკავთ. ხო მოხდა რომ ეგეთი რაღაცა, event-ი განხორციელდა ბატონზე. მაგრამ input-ის შემთხვევაში event წერტილი target-ი იქნება ეს input-ი თვითონ, HTML-ის ელემენტი. იმიტომ რომ input-ის event-ი განხორციელდა ამ tag-ზე. მაგალითად გაჩვენებთ event წერტილი target. ნახეთ, კლიკის რო დავაჭირე, დაკონსოლდა ბატონის ელემენტი, ხოლო როცა input შევიყვან რაღაც სრულიებას, დავაკონსოლოთ input-ის ელემენტი. ანუ event target-ი მიმართება იმ ელემენტს, რომელზეც განხორციელდა event-ი. კლიკი იქნება mouse over-ი, input-ი და ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს. და ეს alert-ი, ვინც არ იცით, უბრალოდ შეტყობინებას ამოაგდებს web-ში, ისეთი არაფერია. JavaScript-ის ფუნქცია არა, web-ში შეშნებული. ესა alert-ი. რომ ახლა ამოაგდეს რაღაც შეტყობინებას. რომ user-მას დაინახოს, თორემ ეს კონსოლი ხო user-ისთვის არა ხილული. user-ი აქ ხوار შევყოლთვის. ესა დეველოპერებისთვის და თუ რაღაც ინფორმაცია გინდათ მაჩვენოთ, ძალიან default-ად და მარტივად alert შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოკეი. ეხლა მინდა ვისაუბრო ამ event-ებზე, კიდევ უფრო დეტალურად. და მინდა მიმოვიხილო event propagation თემა. event propagation ნიშნავს event-ის გავრცელებას. ზოგადად როდესაც ელემენტს აქვს რაღაცა click event-ი,
მას რო ვაკლიკებ, მარტო მაგაზე არ ვრცელდება ეგ ივენთი. არამედ ყველა მის მშობელზეც. ანუ გამოდის, რომ ივენთი ვრცელდება ქვევიდან ზევით. აი მაგალითად გვაქვს რაღაც სტრუქტურა. ზოგადად window არის ყველაზე ზევით ამშობელი, მერე არის დოკუმენტი, შემდგომ HTML, body, div, ბათონი და რაღაცა და ბათონს დავაკლიკეთ, ხო? მე როცა ბათონს დავაკლიკე, მარტო ბათონზე კი ვრცელდება ეს ივენთი, არამედ იმ ელემენტებზეც, იმ მშობელ ელემენტებზეც, რომელზეც edot listener. ანუ მაგალითისთვის სიტყვაზე ეგეთ მაგალითს მოვიყვან, დაახლოებით ორი სტრუქტურას მქონდა, იგივეს გავაკეთებ აქ. მოდით გქონდეს container div, სადაც არის ბათონი. აი ეს. და ეგეთ რაღაც გავაკეთოთ, მოდი ამ inputs წავშლი საერთოდ. აი ეს. ასე აქ შემოვიტან body-s elements. ასე შემოვიტან container-ის elements. და ყველას დავადებ listeners, ანუ body-ს მექნება listener-ი, container-ს მექნება listener-ი და button-ს მექნება listener-ი. უბრალოდ სხვადასხვა რამეს ვაკონსოლდებ. ანუ როცა body-ს დაეკლიკება, body დაკონსოლდება, როცა container-ს დაეკლიკება, container დაკონსოლდება და როცა button-ს დაეკლიკება, button დაკონსოლდება. მაგრამ ნახეთ, მინდა რომ რაღაცას მიაქციოთ ყურადღება. მე როცა button-ს ვაკლიკავ, სამივე listener-ი მოქმედებს. და რატომ? ნუ button-ს დავაკლიკე ხო, რა თქმა უნდა, button-ი გამოსულიყო, მაგრამ button-ი ხო container-ში ზის. ანუ აქ სტრუქტურა განახოთ, აი button-ი ზის რაღაცა div-ში. და ამ div-ს listener-ი აქ მაგაზეც გავრცელდა ივენთი. და ეგ container-ი ხო body-ში ზის და body-ზე ზედო ივენთი, მაგაზეც გავრცელდა ივენთი. ანუ გამოდის რომ ივენთი ვრცელდება ქვევიდან ზევით. და ქვევიდან ზევით, იმიტომ რომ ყველაზე მალე დავიჭირეთ button-ის ივენთი. ანუ ჯერ button-ის ივენთი ამოქმედა, მერე container-ი, მერე body. ნელა მაღლა უყვა. და ამას ქვია event bubbling-ი. აი აქ bubble წერია, bubble ნიშნავს ბუშტუკს, აი როგორც წყლის ქვეშ ბუშტუკი არის და მაღლავა, ეგრე არის ივენთებზეც. რომ ივენთები მოძრაობენ ქვევიდან ზევით. თუმცა მე შემიძლია ამ ივენთების capturing-ი გავაკეთო, ასე ვთქვათ, ანუ შემიძლია რომ შევატრიალო წყობა და დავიჭირო რაღაც მომენტებში ეს ივენთები და პირიქით წავიყვანო. ანუ მაგალითად მე თუ მინდა რაღაცას, რომ ჯერ პირველი ბათონი კი არ აღვიქვა, არამედ body აღვიქვა და მერე container-ი, მაშინ შემიძლია მშობლების listener-ებს გადავაწოდო მესამე არგუმენტი. აი აქ პირველი ხო იყო კლიკი, მეორე არგუმენტი იყო ეს ფუნქცია და მესამე იქნება ობიექტი. სადაც მეწერება capture true. და ნუ აქაც მექნება capture true. ანუ ახლა მე მოვახდინე ამ ელემენტების capturing-ი, ასე თქვა დავიჭირე და შემიძლია რომ პირველი მათზე ვირეაგირო და ბოლოს button-ზე. ანუ ახლა უკვე body მომხვდა პირველი, მერე container-ი, მერე button-ი. ნუ ეს პირადად მე არ დამჭირებია პრაქტიკაში, მაგრამ რაღაც თუ გასაუბრება შეხვდათ ან რაღაცა იშვიათად გამოვაგებთ, მაინც იცოდეთ რომ ეგრეთ შეგიძლიათ რომ შეატრიალოთ ივენთის გავრცელების მიმართულება. ოკეი. მაგრამ იდეაში ხშირად იქნება ესეთი მომენტები, მოდი ამას ახლა წავშლი. ხშირად იქნება ესეთი მომენტები, როცა თქვენ button-ს აკლიკავთ, გინდათ რომ მარტო button-ს დადებული listener-ი ამოქმედეს და არა მისი მშობლების. იმიტომ რომ შეიძლება მშობლებზე დადებული listener-ი სხვა ლოგიკით მუშაობს და გულისხმობს რომ container-ის დააკლიკო მაგალითად გინდათ რომ რეაგიროთ რომ button-ს დააკლიკავთ, მაშინ რო აღიქვას. არა. არამედ თვითონ container-ს, ანუ გარს აი ამას რაღაც ცარი რაღაცას. და ეგეთი რაღაც გასაკეთებლად ჩვენ შეგვიძლია რომ ეს delегация, ანუ გავრცელება, პროპაგაცია ბოდეშით. პროპაგაცია ხო არის ივენთის გავრცელება. შეგვიძლია რომ მაგ ივენთის გავრცელება შევაჩეროთ. ანუ button-ზე როცა დაეკლიკება, აქ ისე მქონდეს ივენთი, მე შემიძლია ამ ივენთის პროპაგაცია შევაჩერო. ანუ გავრცელება შევაჩერო და მაგის გამოიყენება stop propagation მეთოდი. ანუ ახლა უკვე button-ს რო დავაკლიკავ, მარტო button-ი გამოვა. იმიტომ რომ button-ს რო დაეკლიკა, მართალია ივენთის ზევით ავიდა, წეს უნდა ახსულიყო div-ზე და მერე უნდა ახსულიყო body-ზე და გამოკონსოლებული კიდევ ორი კონსოლი, მაგრამ მე ეს პროპაგაცია, ანუ გავრცელება ივენთის გავაჩერე. Stop propagation მეთოდით.
თუმცა მე თუ დავაკლიკე სიტყვაზე აქ ცარიელ ადგილას, კონტეინერი და ბოდი მაინც გამოვა. იმიტომ რომ კონტეინერი მთლიანი ეკრანის სიგანეზე გადაჭიმული. მაგრამ მე თუ ისევ კონტეინერსაც გავუწერე stop propagation-ი, ნახეთ რა მოხდება. როდესაც კონტეინერს დავაკლიკავ, მარტო კონტეინერი დაკონსოლდება და მაღლა აღარ ავა ივენთი, ანუ ბოდიზე აღარ გადავა. მაგრამ ბოდიშ რო დავაკლიკა, ბოდი არის იდეაში აქ ბოლოში. თუ ბოდის ახლა იდეაში ფიზიკურად აღარ დავაკლიკავთ. იმიტომ რომ ბოდი ზუსტად იმ ფარგლებშია, რა ფარგლებშიც არის ის კონტეინერი. ეს ბოდის ელემენტი არა, ეს მარჯინია და აღარ დავაკლიკავთ ახლა, მაგრამ ნუ ეგ არა უშავს. და ამაში გამოიყენება event წერტილის stop propagation მეთოდი, რომ გავარჩიოთ ივენთის გავრცელება, ანუ პროპაგაცია. ოკეი. და კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა ხრიკი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელსაც ქვია event delegation, ივენთის დელეგაცია, რაც მოიაზრებს შემდეგს. ჩვენ იდეაში ახლა ერთი ვარიანტი განვიხილეთ, რომ როდესაც გვინდა ბათონზე ან რაღაც ელემენტზე ივენთი დავავდოთ, პირდაპირ მაგ ელემენტს ვადებთ ივენთს და შემდგომ წერთ სასურველ ფუნქციონალს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, რომ რაღაც მშობელ ელემენტს გავუწეროთ listener-ი და როდესაც მშობელ ელემენტს დაეკლიკება, მერე გავარკვიოთ შიდა რომელ ელემენტს დავაკლიკეთ და მაგის შესაბამისად მივუხედოთ. ანუ მაგალითისთვის სიტყვაზე აქ მე შეიძლება მქონდეს, მოდი იმას დავტოვებ. მე შეიძლება მქონდეს მაგალითისთვის L1 მოდი იყოს H2. ეს element 1, element 2, element 3. და ხო, თვითონ ამ ელემენტებზე შეიძლება listener-ის დადება, ანუ არა აუცილებელი რომ მაინც და მაინც ბათონი იყოს. საერთოდ არა აუცილებელი. ანუ მე თუ მინდა რომ სიტყვაზე element 1-ს რო დავაკლიკავ, element 1 გამოკონსოლდეს, element 2-ს რო დავაკლიკავ, element 2 გამოკონსოლდეს და L3-ს რო დავაკლიკავ, L3 გამოკონსოლდეს, შემიძლია გავაკეთო ასე. რომ შემოვიღო თითოეული ელემენტი. აი ასე, L1, L2, L3 ამოვიღო query selector-ი და კლასი მივთითო. თითოეულს დავავდო listener-ი და მე გამოვაკონსოლო სალწიკე L1, L2, L3, ხო? ანუ ესე შემიძლია რომ გავაკეთო. მაგრამ მე ასევე შემიძლია, მოდი აქ კომენტარს დავუწერ, event delegation. მე ასევე შემიძლია მათ მშობელს დავავდო ერთხელ listener-ი, აი დოკუმენტს მაგალითად, ზოგადად დოკუმენტი ყველაზე მაღალ ელემენტს. ნუ რიგით მეორეს, იმიტომ რომ Windows უფრო მაღლა მდებარეობს. დოკუმენტი იქნება შეიძლება მათი მშობელი იყოს მნიშვნელობა რა აქვს. შემიძლია დავადო listener-ი კლიკის და როცა დაეკლიკება აი ამ დოკუმენტს, ამ მშობელს, მე შემიძლია გავარკვიო შიგნით რომელ ელემენტს ეკლიკება. event წერტილი target-ის მეშვეობით. იმიტომ რომ event წერტილი target-ი მიემართება იმ ელემენტს, რომელსაც დავაკლიკეთ. აი ნახეთ, დოკუმენტს რო დავადო listener-ი და მე უბრალოდ დავაკონსოლო event target-ი. ნახეთ რა მოხდება, element 1-ს დავაკლიკავ, element 1 გამოდის, იმიტომ რომ event target-ი მიემართება იმ ელემენტს, რომელზეც event-ი განხორციელდა. და event-ი განხორციელდა element 1-ზე, ხო? ეხლა element 2-ზე განხორციელდა, ეხლა element 3-ზე. თუ გარეთ დავაკლიკე, ნუ მთლიანად HTML-ზე განხორციელდება. აქ ხა ხო, მთლიანად HTML-ზე განხორციელდება. თუ სულ გარეთ დავაკლიკე. და მე ამით შემიძლია გავარკვიო, რომელ ელემენტს ვაკლიკავ. და შემიძლია გავარკვიო ან text content-ით, ნუ ეგ კაი ვარიანტი არა, იმიტომ რომ შეიძლება შეიცვალოს. უფრო კაი ვარიანტი არის რამე ატრიბუტი რო გავარკვიო, ან კლასი, ან ID, ან რამე დამატებით ატრიბუტი. ეხლა კლასი გვაქვს. ანუ მე შემიძლია ეგეთ რაღაც დავწერო, რომ თუ event წერტილი target-ი არსებობს და ამავდროულად event წერტილი target წერტილი matches ნიშნავს, რომ მის კლასში ჩაიქექება და მოძებნის მის კლასში არის თუ არა, მაგალითად L1. თუ არსებობს, მაშინ დავაკონსოლოთ L1. აი ეს. ანუ ელემენტს დავაკლიკავ, გამო L1, ეხლა სხვებზე არ გამოდის, იმიტომ რომ ესენი ელემენტის ერთის კლას არ შეიცავენ. და ნუ იგივეს დაწერა შეგვიძლია კიდევ აი ასე. მაგრამ ნუ ეს რო
მოვაშთოთ, ეგეც შეიძლება უფრო მოკლედ დაწერა, რომ თუ event target-ი არსებობს, თუ არ არსებობს დავარითარნოთ, და მომლებს აღარ დავწერო. ეს რაღაც კეთება შეიძლება. ნუ ეხლა დაკონსოლებისთვის არა, კაი მაგალითი რომ ამდენს ვიმეორებ, მაგრამ მე შეიძლება რომ აი სულ განსხვავებული ლოგიკა მქონდეს ერთი ელემენტისთვის რომ სხვა რაღაც გავაკეთო, მეორე სხვა რაღაც გავაკეთე, მესამე სხვა რაღაც გავაკეთო. და ამას ეხლა მე ისე ვაკეთებ, რომ არც ერთ h2 ელემენტზე listener-ი არ მიდევს. მე listener-ი მიდევს მათ მშობელზე. ნუ არაუცილებლად დოკუმენტი იყოს, შეიძლება რაღაც კონტეინერში მეშდე და იმ კონტეინერს დავადო listener-იდან მე მის შვილებში ჩავიდე ქვევით. ეგეც შემიძლია. Okay. ესა event-ის დელეგაცია. უბრალოდ ელემენტის მაგივრად შემიძლია რომ აი თუ if matches 1 ან 2 ან 3 უბრალოდ დავკონსოლოთ ამ ელემენტის event წერტილი target-ის text content-ი. ასე შეიძლება რომ თუ ან ელერ შეიცავს კლასი ან ელორს ან ელსანს დავკონსოლოთ მისი text content-ი ანუ შიგთავს. ეს იგივე სიზობს აბსოლუტურად თავის კონტენტებს გამოიტანს. და აქ რო სხვა ელემენტი მქონდეს, მაგალითად L4, L4-ზე არ მოხდება, იმიტომ რომ ამ if-ში ვეღარ შევდივართ. თუმცა მაგაზეც ხდება, რა თქმა უნდა, კლიკი აი რო დავაკონსოლოთ, მაგაზეც შევდივართ ამ listener-ში. უბრალოდ იმ if-ში აღარ შევდივართ საბოლოო ჯამში. Okay. და ნუ კიდე მინდოდა რაღაც რამდენიმე მეთოდი და property გამიხილა დღეს. ძალიან ბევრია დომში, უამრავი რაღაც არ უჭირდება, მაგრამ რაც უჭირდება, ხშირად ვიყენებთ ხოლმე. და მაგალითად ერთ-ერთი არის first child-ი და ზოგადად შეგვიძლია რომ ერთი ელემენტიდან დომში გადავწყვეტ სხვა ელემენტებს, ან ჩავწყვეტ რაღაც შვილებს. მაგალითისთვის, მე თუ მაქვს სიტყვაზე რაღაცა ელემენტი, მაგალითად კონტეინერი და შეგინთ არის child-ი, ნუ child 1 იყოს, child 2 და child 3. წერტილი first child-ით მე ვიღებ პირველ შვილს. First child node. ანუ მოდი ახლა კონტეინერს ამოვიღებ, ამას დავაკომენტარებ. More methods. მაქვს კონტეინერი და მოდი უბრალოდ დავაკონსოლებ აქ. კლიკები აღარ მინდა. console log container first child. ეს. ანუ მე მაინტერესებდა კონტეინერში პირველი შვილი რომელია, ხო, ანუ თვითონ გვეუბნება სიტყვა ყველაფერს. და გამოიტანა ეს ტექსტი. და ნუ იდეაში ეს ტექსტი არაფერს არ გულისხმობს, ხო? იმიტომ data აქ ნუ არაფერი. ნუ ეს იმიტომ მოხდა, რომ first child-ი ამოიღებს პირველ შვილობილ nodes და არა elements. და ეხლა რა განსხვავებაა? მაგალითად ეს div ელემენტია, მაგრამ ეს ტექსტი არის ცალკე node-ი. ანუ ეს უკვე ელემენტი არა, უბრალოდ node-ი არის და ეხლა რომ დავარეფრეშო, აი ნახეთ ეს ტექსტი გამოიტანა. იმიტომ რომ first child-ი გულისხმობს პირველ nodes. თუმცა first element child-ი გულისხმობს პირველ შვილობილ ელემენტს. ეხლა გამოიტანა პირველი div-ი. კიდევ არის რა ვიცი, ძალიან ბევრი მეთოდია მაგალითად next element sibling არის, აი მოდი პირველი შვილი ამოვიღოთ. child 1 და დავაკონსოლოთ child 1 წერტილი next element sibling. ეს. ნახაც იგივე. Next sibling-ი გულისხმობს შემდეგ childs, შემდეგ nodes, მის შემდეგ რაც არის და next element sibling გულისხმობს შემდეგ elements. ანუ first პირველისთვის შემდეგ იქნება მეორე. აი ეს მეორე child d წერტილი child 2 წერია. Next ხო შემდეგსაც ნიშნავს. კიდევ არის prev მაგალითად. Previous element sibling. ნუ previous არავინ არ ყავს. Sibling გულისხმობს მეზობელს რა, დაზმას. დაზმა მეტი აღარ ყავს წინ რა, child-ს. Child-ს ყავს.
აი მაგალითად, აქ რო child 2 მქონდეს, გამოვიტანა პირველში. child 2-ის previous-ი ან წინ არის პირველი. ანუ ძალიან ბევრი მანიპულაცია შეგვიძლია, მანიპულაცია რაღაცა ელემენტების მიწვევა აქეთ-იქით. შემიძლია რომ უახლოესი ელემენტები გამოვითვალო აი მაგალითად console log მაგალითად მაინტერესებს child 1-თან ყველაზე ახლოს რომელი ელემენტია, რომელსაც აქვს კლასი კონტეინერი. და მომიგდო ეს კონტეინერი. მე ხლა ერთი კონტეინერი გვაქვს, მაგრამ მეორეს რო გქონდა, აი უბრალოდ ცარიელი კონტეინერი რო გქონდეს. ეს. ნახეთ, მაინც იგივეს გამოვიტანდა. ეს უახლოესი closest უახლოესი კონტეინერი კლასის მქონე ელემენტი ნიშნავს, რომ აი მისი მშობელი რომელი არის. ზევით იყურება. ნუ თუ ზევით დევაროს, მაგრამ მე შემიძლია child-ის მიუწერო მაგალითად child 2. გამოვიდა child 2-ს. ანუ ეხლა ვთქვი რომ child 1-თან ყველაზე ახლოს მდგომი ელემენტი რომელია, რომელსაც child 2 კლასი უწერია. ამას გულისხმობთ. და კიდევ ძალიან ბევრი მეთოდია და property და ამას გადახედეთ W3-ის დოკუმენტაციას. ანუ უბრალოდ პროექტების კეთებისას ბევრი რაღაც დაგჭირდებათ და შიგადაში დაარასეთ ხოლმე. და კიდევ შეიძლება ძალიან ბევრნაირად манипуляცია დომის ელემენტების, ეს class list-ებზე უკვე ვისაუბრეთ წინაზე, რომ შემიძლია class list edit დავუმატო ელემენტს კლასი და თოგლით თუ არ აქვს ეს კლასი მოუშალო და თუ აქვს დავუმატო. აპეიქით ბოდიში, თუ აქვს მოუშალო და თუ არ აქვს დავუმატო. და ასევე შეგვიძლია რაღაცა ლინკის ელემენტი ამოვიღოთ, ატრიბუტები ჩაუწეროთ და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად მე თუ მაქვს აქ ატეგი შემიძლია ეს ატეგი უბრალოდ ამოვიღო const link უდრის წერტილი links და შემიძლია რომ ამას დავუმატო ატრიბუტი. ანუ link წერტილი set attribute და ამას გადასცემა ორი არგუმენტი. პირველი არის ატრიბუტის სახელი, მეორე არის ნიშნულობა, ანუ href-ი ექნება www.google.com. სტრუქტურაში არ აქვს, მაგრამ რო გადავიდე ელემენტებში, უკვე ექნება, იმიტომ რომ დომიდან დავამატეთ. აი ელემენტს აქვს Google-ის ლინკი. და შემიძლია რომ გადავიდე Google-ზე გადავალ ჩვეულებრივად. და ნუ კიდევ ძალიან ბევრი მეთოდი, უბრალოდ ყველაფერს ახსნას აზრი არ აქვს. ესევე ის დაიმახსოვროთ, უბრალოდ აი იდეაში ამ ორ კვირაში შეიძლებოდა იმ ყველაფერს ახსნა, ზოგადად დომი როგორ მუშაობს, იმეთები როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. და ლოგიკა მაინც ყველაფერი იგივენაირია რა. ეხლა თქვენ თუ იცით როგორ მივწვეთ first child-ს, არ აუცილებელი რომ სადმე ახსნა ნახოთ previous child როგორ მუშაობს. იმიტომ რომ პროცესში რომ დაგჭირდებათ დასერჩავთ, ან სადმე შეხვდებათ შემთხვევით და ეგრე მიხვდებით. ან ყველაფერს ერთიანად ლექსიაში ნახვა კარგი არც არის. და ყველაფერს ვერს ნახავთ ვერსად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა ლექსიაში ყოველ შემთხვევაში. ოკეი. დღეისთვის სულ ეს იყო რას მინდოდა რომ მეთქვა. ეხლა ჩანაწეს გამოვთავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.